გამომდინარე იქიდან რომ ეს ცნობილი გამონათქვამია აზრი რომელიც გასიტყვებულია უკვე ეტყუილიაო მე არ ვიქნები უხსიტყვიანი მხოლოდ ერთ რამეს შევნიშნავ არ ვიქნები უხსიტყვიანი იმის გამო რომ თითოეულმა ქართველმა და მართლმადიდებელმა და ქრისტიანულმა სამყარომ იცის რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პატრიარქის პიროვნებას საქართველოსთვის ქართული ცნობიერებისთვის და საერთოდაც საქართველოს ეკლესია ეს იყო და რჩება ერთადერთ ინსტიტუტად რომელიც აერთიანებს ჩემი აზრით ერთიან ქართულ ცნობიერებას იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევქმენით მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებლობის ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში მაგრამ სამაგიეროდ ეკლესია იყო ის საძირკველი და საფუძველი რომელიც აერთიანებდა არა მარტო ქართულ მენტალიტეტს არამედ ქვეყანას ამთლიანებდა და ეს ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ეკლესიას და მის გამორჩეულ პატრიარქებს ასეთი გამორჩეული პატრიარქი გახლდათ ილია მეორე და რაც ყველაზე მთავარია ჩემი აზრით ჩვენი მაცხოვარი ამბობდა და ალბათ ეს არის ქრისტიანობის არსი და საფუძველი იყავით ნათელი ამასოფლისაო იმიტომ რომ აბსოლუტურად ფუჭია და არაფრად ღირს არ ჩვენი მარხვა არ ჩვენი ლოცვა არც ჩვენი მიერ ათიმცნების დაცვა თუ კი ჩვენ არ ვიქნებით ნათელი ამ წუთისოფლის თუ კი ჩვენ არ ვიქნებით ქრისტეს სიმბოლოები რომელიც ყველას მოასურვებს რომ გახდეს ქრისტეს მიმდევარი და იწამოს ქრისტესი და საბედნიეროდ ასეთი იყო და არის და რჩება ასეთად ჩვენი პატრიარქი რომელიც მოგანდომებდა ნამდვილად ქრისტიანობას ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ აღმოსავლეთის სპეციალისტი გუბერნზე ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით რომ მობრძანდით ჩვენთან და ამიტომ მინდა ასეთ შეკითხვით დავიწყო რომ პატრიარქს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო კი არა ჩვენთვის ძალიან სასიცოცხლო და აუცილებელი და მნიშვნელოვანი თვისება რომ ის აერთიანებდა საქართველოში ყველა აღმსარებლობის ადამიანს და ჩვენ ახლა შევიტყვეთ ის ყველას პატრიარქი იყო განურჩევლად აღმსარებლობისა და სწორედ მართლაც ნათელი იყო ამ წუთისოფლისა ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის და მართლაც საქართველოს მუსლიმმა თემმა როგორც ეთნიკურმა ქართველებმა ასევე ეთნიკურად არაქართველებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაადადეს თავიანთი საზეიმო ღონისძიებები იმიტომ რომ მათ ჩათვალეს რომ პატრიარქი მათაც მოუკვდათ აი ამ ფენომენზე რომ აი საქართველოს 21 საუკუნეშიც კი როდესაც ყველაზე გადაკიდებული და მათ შორის ჩვენ შიგნითაც ერთმანეთზე ვართ გადაკიდებული ერთი აღმსარებლობის ადამიანებიც კი მაინც ახერხებს რომ გააერთიანოს და გააღვიძოს ის ქართული თვისება რითაც ჩვენ ალბათ გადავრჩით საუკუნების განმავლობაში აი თქვენ როგორ ხსნით თუ არის ასეთი პრეცედენტი ან აღმოსავლეთისთვის ჩვენ რატომ არ გავხდით ისე მიუღებელი როგორც შეიძლება ვთქვათ გამხდარიყო სხვა აღმსარებლობის ადამიანები და ქვეყნები ну პირველი სკოლისა რა თქმა უნდა მე ვუერთდები სამძიმრის სიტყვებს და ცოტა ხმამაღლა ბატონო ვადასტურებ რა თქმა უნდა ჩემს თანამონაწილეობას იმ წუხილის გამოხატვაში რაც თქვენ ბრძანეთ და ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით რაც ჩვენ შეგვემთხვა ეს არის აუნაზღებურებელი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ ერთადერთი იმედი არის ის რომ ჩვენი პატრიარქი იმ სამყაროდანაც ილოცებს საქართველოსთვის და ჩვენთვის, რასაც ის აკეთებდა მთელი თავისი. როგორც ჩვენი პატრიარქის ღმერთის დაშვება, ასევე მისი მემკვიდრეც ღმერთის დაშვება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ასე იქნება. რაც შეეხება ჩვენი პატრიარქის ავტორიტეტს, ეს იყო მართლაც შეურყეველი ავტორიტეტი არა მხოლოდ მართლმადიდებელი სამყაროსთვის, მის ფარგლებს გარეთაც ეს არაერთხელ დაუდასტურებიათ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს და სხვა რელიგიის სულიერ ლიდერებსაც მე არაერთი ესეთი შემთხვევა მახსოვს. ეხლა არ არის მის დრო, რა თქმა უნდა, რომ დავასახელო ის ცნობილი ფაქტები, რაც მომხდარა. ძალიან საინტერესო იქნება, ბატონ დავით, იქნებ დავასახელო, თუ არის შესაძლებელი, რაც შესაძლებელია. მე ვიხსენებ იმ შემთხვევას, რომელიც მას გადახდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ეს ბევრი წლის წინ იყო, ეს არ ყოფილა 2 და 5 და 10 წლის წინ გაცილებით ადრე მოხდა ეს. ისეთი პატივისცემა დაუდასტურეს და ისე გამოხატეს მისდამი
სიყვარული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რომ უპრეცედენტო რიტუალები ჩატარდა მის საპატივცემულოდ და პატრიარქს აღუნიშნავს კიდეც ეს ფაქტი, ოღონდ ძალიან გაკვრით მას არ უყვარდა თავის თავზე საუბარი, მაგრამ მე ეს ვიცი იმ ადამიანებისგან, ვინც ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას. ამიტომ ის ფაქტი, რომ მუსლიმმა თემმა გადაწყვიტა, რომ ის დღესასწაული, რომელიც ისლამში ხვალიდან იწყება, პარასკევი არის მუსლიმური ლოცვის, ხვალინდელი პარასკევი მუსლიმური მარხვის დასრულების დღე, ეს ოფიციალურად გამოაცხადეს საუდის არაბეთში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მუსლიმური თემი, თუ არ ვცდები ორივე მიმართულების, სუნიტების და შიიტების, აცხადებენ, რომ ისინი არ აღნიშნავენ სადღესასწაულო ფორმებით, ეს მათთვის ძალიან დიდი დღესასწაულია, აიდ ალ-ფიტრ ქვია ამას, მარხვის დასრულებას ეძღვნება, ხვალიდან უკვე მუსლიმს აღარ აქვს უფლება, რომ იმარხულოს. მაგრამ, აი ესეთი ნაბიჯი გადადგეს მათ. და რაც პატივისცემის და სახელმწიფოებრიობის ინტერესების დაცვის ნათელი დადასტურებაა ჩემის აზრით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გლოვის დღეებია ოფიციალურად გამოცხადებული, დროშებია ჩამოშვებული, ეთერში მუსიკა არის მის, ან თუ ისმის მხოლოდ კლასიკური და არა გასართობი და ასე შემდეგ. ზეიმი ისედაც არ გამოვიდოდა, ძალიან უხერხული იქნებოდა ყველას მხრიდან ახლა რაღაცა საზეიმო ღონისძიებები, მაგრამ ამის აღნიშვნა ძალიან დასაფასებელია ყველას მხრიდან და მადლიერების მეტი რა გვეთქმის. რა თქმა უნდა. ზოგადადაც აი ბატონ დავით, რო ვთქვა, როგორი იყო ხოლმე დამოკიდებულება, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ არნახული პატივით მიიღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში პატრიარქი. ეს ახასიათებს საერთოდ ამ აი ეს მნიშვნელოვანია, რომ ვთქვა, ახასიათებს თუ გამოუხატავს ან მისი აღმოსავლეთის ისტორიის განმავლობაში თუ ყოფილა ასეთი ფაქტი. ძალიან იშვიათია, ან თუ არის რაღაც ძალიან ფორმალური ხასიათის მატარებელია ეს ახლა თქვათ შარშან დაფიქსირდა შემთხვევა ასეთი, რომ სირიის ტერიტორიაზე თქვათ, როდესაც მიმართეს ეკლესიის მესეურებმა ფაქტობრივ ხელისუფლებას, რომ ჩვენი ტანძრები ინგრევა, ნადგურდება, ქრისტიანულ მოსახლეობას სირიისას პრობლემები აქვს, ძალიან სერიოზული პრობლემები და ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს არსებულ ხელისუფლებას. მე ვერ ვიტყვი, რომ მათ ახლა ქრისტიანობის დიდი სიყვარული ამოძრავებდათ, მაგრამ გამოეხმაურნენ და დაადასტურეს და აღუთქვეს, რომ ესეთი რამ არ მოხდება, უпростоრად აღარ მოხდება და შეპირდნენ, რომ ქრისტიანული მოსახლეობა იქნება დაცული. სხვაჩორის ეს ისლამის ვალდებულებაა და ისლამშია გაწერილი ეს წესები, რომ წიგნი, ეგრეთ წოდებული წიგნის ხალხი, ანუ ის ხალხი, ვისაც წიგნი ებოძათ, ღვთიური წიგნები, ისინი თვლიან იუდეველები და ქრისტიანები ძირითადად, თუმცა სხვადასხვა ვერსიით კიდევ ერთ კონფესიას ეკუთვნის ასეთი ტიტული, წიგნის ხალხი, ისინი ესენი არიან ცეცხლთაყვანისმცემლები. მათაც ეკუთვნით დაცვა. იმ შემთხვევაში თუ ისინი აღიარებენ გარკვეულ პირობებს, რომელზეც საუბარი დღეს სამსახურეო დღეებში არ ღირს. ხო, მაგრამ ქრისტიანებს და იუდეველებს ეკუთვნით დაცვა მუსლიმური მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში. დაცული უნდა იყოს მათი აღსარებლობა და სიცოცხლე, რა თქმა უნდა. იქ გარკვეული პირობების თანხლებით. ეს პირობები არ არის ჩვენი გადასახედიდან სამართლიანი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საერთოდ არასამართლიანია, მაგრამ ამაზე შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ეხლა არ არის ამის დადგმა, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ როგორი იყო ეს ბატონობის წესები განსხვავდებოდა ირანისა, სპარსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის ერთმანეთისგან და ის არის ალბათ საინტერესო არაბებისაც და აუცილებლად ერთ გადაცემაში თუ შეიძლება კვირას დაგვემატა გადაცემა და აი შეიძლება ხანგრძლივია დრო საათნახევრის განმავლობაში და იქ
შეგვიძლია ძალიან დეტალურად ეს განვიხილო და ბატონო დავით, ეს იგი როგორი სიტუაცია პრინციპში აი ხა თურქეთში ინჯირლიკის ბაზაზე ერთ სარაკეტო საზენიტო კომპლექს პეტრიოტს ამატებს ნატო, იმიტომ რომ სამ შემთხვევაზე ლაპარაკობენ ირანის ბალისტიკური რაკეტების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, თუმცა ირანი ამას უარყოფს, მაგრამ თურქეთი ამბობს, რომ აი ტექნიკურ მონაცემებს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში თურქეთი, მე შევახსენებ მაყურებელსა და მსმენელს, თურქეთი ეს არის ნატოს, თურქეთს ყავს ნატოში სიძლიერით მეორე არმია. ეს რო ვიცოდეთ მაინც ყოველი შემთხვევაში და მსოფლიოში მეექვსე თუ მე-7 ადგილი აქვს სიძლიერით და თურქეთი იტოვებს უფლებას, რომ პასუხი გასცეს ჯეროვანი ამ ამბავს და ეს არის ეს სარაკეტო საზენიტო კომპლექსი, ეს არის მიწა ჰაერი, ხმელეთი მიწა ჰაერი და ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გადაჭერა შეუძლიაო მას. ეს წინააღმდეგობა თურქეთსა და ირანს შორის, იმიტომ რომ თურქეთი ნატოს წევრია, როგორ უთავსდება თურქეთისა და ირანის ინტერესთა ერთობას იმავე ქურთულ საკითხთან მიმართებაში. ხო, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ინჯირლიკის ბაზა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა, ეს არის ნატოს სამხედრო ბაზა, ამას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ირანის ხელისუფლება დიდი ხანია აცხადებდა და ახლაც აცხადებს, რომ ჩვენ შეტევებს მივიტანთ ჩვენ სამეზობლოში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს. ხო და ამიტომ ფორმალურად მისი ეს ნებსითი თუ უნებლიეთი დარტყმები ინჯირლიკის ბაზის მიმართულებით ცოტა ამ კონტექსტიდან ამოვარდნილია, მაგრამ მე არ მიკვირს ეს კონტექსტიდან ამოვარდნილობა, იმიტომ რომ ირანის ხელისუფლება კუთხეშია მიმწყდეული. ძალიან ცუდ დღეში არიან და ისინი დგამენ და გადადგამენ კიდევ უფრო განწირულ და კიდევ უფრო უაზრო ნაბიჯებს. აზრიანი რა იქნებოდა ბატონო ჩაბარდნენ? აზრიანი მე ვიცი რაც იქნებოდა, მაგრამ ეს სრულიად მიუღებელი იქნებოდა ირანის ხელისუფლებისთვის. ამის გაჟღერება არ ზღირს რა იქნებოდა აზრიანი. ხო, სხვათა შორის კონფლიქტის დაწყების კონფლიქტი მივეჩვიოთ ჩვენ რომ დიდ საომარ მოქმედებს უკვე კონფლიქტს ვეძახ. ომის დაწყების პირველივე საათებიდან გაიჟღერა გარკვეულმა მოსაზრებამ იმის თაობაზე, მცდარმა მოსაზრებამ, რომ ახლა ირანს გვერდით დაუდგება მუსლიმური ქვეყნები. მათ შორის ერთადერთი ბირთვული ქვეყანა პაკისტანი. ახლა ხომ იცოდე რაზე საუბრობ ადამიანი, ხო? როდის იყო სუნიტი და შიიტი ამ ხელა წინააღმდეგობას წევდნენ, ხო? პირიქით პაკისტანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თუ გაგრძელდება შეტევები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე და თუ ეს მიიღებს მასობრივ ხასიათს, ის დაიცავს საუდის არაბეთის ინტერესებს სამხედრო ძალითაც კი. ასე რომ უნდა ვიცოდეთ ძალთა განლაგება რეგიონში და მსოფლიოში და აქედან გამომდინარე ძალიან ადვილი ხდება მე დასკვნების გაკეთება. საუბარი არ დაყრდნობილი იმაზე, რომ რაღაც გარკვეული სცენარები არსებობდა, ან გარკვეული სცენარები არსებობს, ამ შედეგებამდე მიიყვანს ყველა მოსაუბრეს, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია უამრავი ნიუანსი. უნდა ვიცოდეთ, ვინ შეიძლება ვის გვერდზე დადგეს, ვინ არ შეიძლება რომ ვის გვერდზე დადგეს. ირანს მოკავშირეები არ ყავს. მათ შორის არც რუსეთის ფედერაცია და არც ჩინეთის სახით. ესენი არიან ფორმალური მოკავშირეები, ახლა ჩინეთის გულისთვის, უკაცრავად ირანის გულისთვის არავინ არ იომებს. არც არავინ არ უკრაინის გულისთვისაც არ ომობს არავინ, ეს ჩვეულებრივი ამბავი. ამ პროფესიომია მაინც. უკრაინას შეიარაღებას აწოდებენ, აწოდებდნენ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით. მაგრამ ირანსაც აწოდებს სადაზვერვო მონაცემებს ვიღაც. ირანს ძალიან შეზღუდული რაოდენობით თუ ეწოდება იარაღი, ძალიან შეზღუდული რაოდენობით და ამიტომ იქ მოვლენების ისეთ ცოტა ცუდ განვითარებას უნდა ველოდოთ. დანებებით ირანის ხელისუფლება არ დანებდება. ეს უნდა დანებდეს გასაგებია. ხო, რა თქმა უნდა. აი, გაისმის შეკითხვები, აი რა იქნება, როგორ იქნება.
გაგრძელდება დაბომბვები შეიძლება მიიღოს მასიური ხასიათი. ამას შეეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა. რაც მაინც და მაინც რო გითხრათ რომ ირანის არსებულ ხელისუფლებას ძალიან ადარდებს, ესე არ არის. შეეწირება, ასე ფიქრობენ ისინი. საერთოდ მენტალიტეტი ცოტა სხვანაირია შიიტური ისლამის და ისინი თვლიან რომ ეხლა ადამიანი დაბომბას თუ შეეწირა პირდაპირ თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებიდან გადაინაცვლებენ ეს დაბომბილი და განადგურებული ადამიანები, სად გადაინაცვლებენ 64-ში, სადაც ყოფა უკეთესია ვიდრე ირანის ესლამურ რესპუბლიკაში. ასე თვლიან ისინი. შაჰიდები ტყუილად არ ქვია იმათ იარახს ერთ-ერთ იარახს კიდე მინდა რომ გავიმეორო ეს აუცილებლად. ერთ-ერთ რაკეტას, ბალისტიკურ რაკეტაზე ალაპარაკი, მათ დაარქვეს ხაიბარ. ხაიბარ ქვია. ხაიბარ ეს იყო ებრაული ტომი, ბანუ ხაიბარ, რომელიც მე-7 საუკუნის ამბებს ყვები ახლა. ძალიან მკაცრი შეტევა მოაწყეს არაბებმა ამ ტომზე. ეს ტომი ცხოვრობდა იასრიბის, ანუ მადინას სიახლოვეს. მოკლედ, კაცები გაანადგურეს, ქალები და ბავშვები წაიყვანეს და გაყიდეს ტყვეთ. და შემდეგ, როცა არაბებს უნდათ შეტევის მიტანა ებრაელებზე, გაიძახოდნენ ამ ფრაზას: ხაიბარ, ებრაელებო, მუჰამადის ლაშქარი დაბრუნდება. ეხლაც გრძელდება ეს ამბები, აგერ ჰამასის თავისი შეტევების დროს ეთერშიც ისმოდა ხოლმე. ხაიბარ, ესე დასახოდნენ ებრაელებს. ეხლა ჰამასმა რითი ბოლომდე არ დაუმთავრებია, მაგრამ დაამთავრებს თავის მოღვაწეობას, მალე გამოჩნდება და საერთოდ ეს სისხლის სმელობა და სისასტიკე, როგორც წესი, ყოველთვის ცუდად უმთავრდებათ ხოლმე სასტიკ ადამიანებს, მათ შორის ქვეყნებსაც. და სხვათა შორის ეს საინტერესო, ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ, მაგრამ მანამდე მინდა ის კითხვა დავსვა და კიდევ ეს შიმშილის თამაშებს დაემსგავსა, რა თქმა უნდა, ეს ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს, როდესაც იგივე თქვათ ისრაელსაც აქვს ეს სახელობითაც, ხო, ირანელი მაღალჩინოზე, ვინის შემდეგ უნდა მოკვდეს რაღაც ეს ორი მხრიდან ვერ არის კარგი ამბავი, როცა ერთმანეთზე ესეთი ნადირობა არის დაწყებული. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხით უნდა დავემშვიდობოთ, მალე დაბრუნდებით დაგველოდებით ჩვენ სტუმართან დავით კობერიძესთან ერთად, აღმოსავლეთ მცოდნესთან და ეს დავით ეს სიები არც ერთი მხარე არ ჩამორჩება ერთმანეთს და ომიც იმის ომია, რომ სისხლი იღვრება, თქვათ ისრაელის მხარესაც ისრაელსაც აქვს ეს სია, ფილმის შემდეგ უნდა დაიხოცოს და პირდაპირ მიდის ეს ნადირობა, იმიტომ ახსენე შიმშილის თამაშები ომი გულისხმობს მკვლელობებს, რა თქმა უნდა, და სისხლს გულისხმობს, მაგრამ აი ის რაც ახლა ხდება, იგივე რაც თქვენ ბრძანეთ, ხო? აი გაისმაო ტელევიზიით ეს მოწოდებები, რაკეტას დაარქვეს ბალისტიკურს, ეს სახელწოდება, იქით ისრაელს აქვს სია და ეუნება რაღაც დაქოცავთ, რაღაც დედაწულიანა, ყველა ეს ნორმალურია და ამან შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენ მე კეთილშობილურ შედეგამდე? არ არის ნორმალური, აბსოლუტურად არ არის ნორმალური, მაგრამ მე როდესაც გარკვეულ მოსაზრებებს გამოვთქვამ ხოლმე აი ამ ომთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაბმულები არიან ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი და მეორე მხრივ ირანი, ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ეხლაც გავიმეორებ შემდეგს, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ მე ისრაელის ან აგენტი ვარ, ან ებრაელი ვარ, ან უბრალოდ რეალობას უნდა შევხედოთ და გავიგებთ ძალიან ბევრ რამეს, რა მოხდა, რატომ მოხდა და რა შეიძლება მოხდეს და რატომ უნდა მოხდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ისრაელის სახელმწიფოს არც ერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება, ასე დოკუმენტი უბრალოდ არ არსებობს. ის მოსაზრება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა უნდა განადგურდეს და საერთოდ ირანი არ უნდა არსებობდეს. ასეთი რამე არ არის. თუმცა ისრაელის ინტერესია, როგორც ამბობენ, ისო ირანი როგორც სახელმწიფო არ არსებობდეს, იმიტომ რომ ის საფრთხეს უქმნის ისრაელის როგორც სახელმწიფოს არსებობას. და როდიდან გაჩნდა ეს საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის? 1979 წლიდან. 1979 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ აიათოლები, ესე პირობითად ვთქვათ, და რომლებმაც გამოაცხადეს, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს. და ეს აიათოლები ჩააფრინეს საფრანგეთიდან. რა თქმა უნდა. საფრანგეთი თავისთავად ახლა ესეთ სამხრივად ასეთ ნაბიჯს არ გააკეთებდა, მას მხარდაჭერა რო არ ქონოდა კიდევ უფრო დასავლეთით მდებარე ქვეყნებისგან.
იქ დიდი ბრიტანეთი იყო ჩართული და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმუშავა ამისთვის, რომ ეს იყო ძალიან დიდი უწოდინარობის, გაუთვალისწინებლობის თუ შედეგი, მაგრამ მე ხანდახან მეჩვენება ხოლმე, რომ ეს იყო დაგეგმილი რაღაც მუდმივი ქაოსის მოსაწყობად რეგიონში, ეს ნაბიჯები. სხვათა შორის მაგ პერიოდში ზუსტად არის. თუნდაც იმიტომ რომ ისრაელი ფორმაში იყო სულ და სულ ყოველას თუნდაც გამორიცხავთ ამბარი. არა, აბსოლუტურად არაფერი არ გამოირიცხება, აბსოლუტურად. მაგრამ საქმე ის ფორმაში, ანუ სულ შეშინებული. ნუ გაანადგურებენ. და სულ მზადყოფნაში და სულ შეიარაღებული და სულ და ბოლომდე გაწეროს თავი. ბატონო. ძალიან ბევრმა ქვეყანამ 79 წელი იყო, როდესაც დაიწყო ხომ ეს ამბები აიათოლების მოსვლა ხელისუფლებაში. საბჭოთა კავშირი იყო მაშინ და მე სტუდენტი ვიყავი. აღმოსავლეთ ცოდნეები სამხედრო ხაზით გადააფრინეს თეირანში, ძალიან ბევრი საბჭოთა კავშირიდან, იმის გასარკვევად არ იცოდნენ რა ხდებოდა. იმიტომ რომ ძალიან გაუგებარი ამბები ხდებოდა, ეს საერთოდ აქ პერიოდში მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა აღმოსავლეთის შესწავლა მიმდინარეობდა ძალიან მაღალ დონეზე. ყველა კუთხით, მაგრამ აი რატომღაც რელიგიური კუთხით ცოტა მოიკოჭლებდა ეს ამბავი, იმიტომ რომ რელიგიას საბჭოთა კავშირში ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ და ითვლებოდა, რომ რელიგია ნუ ეს არის ნუ რაღაც ნუ ახლა ბოლშევიკებისთვის ხომ მოგეხსენებათ ხე რელიგია რა იყო? რელიგია იყო ნუ რა სისულელე და ახლა აღმოსავლეთში ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლად საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებ. ახლა ირანში შიიტური ისლამის გაუთვალისწინებლად რაიმე თემებზე სერიოზულად ლაპარაკი არის ძალიან არასერიოზული. მიავლინეს ეს რუსი პოლკოვნიკები ბჭყალებში და მე ჩამოვიდნენ ისინი, მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე მსახურობდა რამდენიმე მათგანი და პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ჩავედით, ვიყავით თვეები იყვნენ, ვერაფერი ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. აი რა უნდა ამ კაცს, ამ ხომეინის, რას აკეთებენ, რას აპირებენ, ვერაფერი ვერ. ნუ მე რო გამოაცხადეს იმათ, რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და კიდევ საბჭოთა კავშირიც კარგად მოიხსენიეს ტკბილ-ტკბილი სიტყვებით, მე მიხვდე, რომ ეს თლაც სასიკეთო რეჟიმი არ იყო მოსული ის. მაგრამ ბოლომდე გაგება მაინც არ მომხდარა იმისი, რომ რა უნდა ამ ხალხს. ანუ დღესაც არ იციან. არა, დღეს რა თქმა უნდა იციან. გავიდა რაღაც მოკლე პერიოდი. ხომეინიმ გამოაქვეყნა და შეიქმნა ქვეყნის კონსტიტუცია და იქ გაწერილია ყველაფერი, საერთოდ ყველაფერია გაწერილი და ყველაფერია ნათქვამი ღია ტექსტით, არაფერს გულწრფელი ხალხი იყო ხქენი. და წერდნენ ყველაფერს აღმოსავლეთი და გულწრფელობა. რას წყალებში ვსვამ რა თქმა უნდა. მე ერდოღანზეც მithავს ბევრჯერ რომ გულწრფელი კაცია, რაც უნდა იმას ამბობს პირდაპირ და ეს ხანდახან ესენი პირდაპირ ამბობენ. პირდაპირ უწერიათ ირანის კონსტიტუციაში რომ ეს ჩვენი შეიარაღებული ძალები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი შექმნილია არა მხოლოდ ქვეყნის საზღვრების დასაცავად მომხდური მტერისგან, არამედ ისლამური რევოლუციის გასავრცელებლად მთელს მსოფლიოში. რა უნდა გაავრცელონ? ისლამური სახელმწიფოს იდეები უნდა გაავრცელონ, რომ ისლამი გაავრცელდეს მთელ მსოფლიოში. საპროგრამო დოკუმენტი აქვს გამოქვეყნებული აიათოლა ხომეინის ჯერ კიდევ პარიზის გარეუბანში ყოფნისას, რა არის მისი ფილოსოფიური და რელიგიური პრინციპები. გალაშქრება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც ისლამური მართლობა ოღონ ისეთი მსუბუქი ფორმით, არამედ არაისლამურ ქვეყნებშიც, იმიტომ რომ ეს არის ისლამის იდეა, ისლამი უნდა გავრცელდეს მათი აზრით მთელს მსოფლიოში. და რატო ინახავდნენ ამ იდეოლოგიის ადამიანს დასავლეთში? რისთვის? არჯეროდა გავრცელებულიყო ისლამის იდეები, აი, ჩემთვის გაუგებარი არის ხოლმე. და რატომ შეიფარა დასავლეთმა ევროპამ ტერორისტული ორგანიზაცია მუსლიმი ძმები, რომელსაც ზუსტად იგივე იდეები გააჩნია და სხვათა შორის. სუნიტური ორგანიზაცია ეს, აბსოლუტურად სუნიტური ორგანიზაცია. მუსლიმი ძმების ორგანიზაცია ეგვიპტეში შექმნილი გასული საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს. და მათ ამ ორგანიზაციას ჰქონდა და მე აღარ ვიტყვი რომ დღემდე იქ გეტყვით რატომ აღარ ვიტყვი ამას. არაჩვეულებრივი ურთიერთობები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, აიათოლა ხომეინისთან, აიათოლა ხამენეისთან, ეს ინიციატივა მოდიოდა ირანის ლიდერების მხრიდან. კარგი ურთიერთობა ჰამასთან. მეხლა კარგი ურთიერთობა და მყარი ურთიერთობები ჰიზბალასთან გასაგებია მათივე შექმნილი იყო შიიტური ორგანიზაცია და მან
არანაირი შეკითხვა არ არსებობს, მაგრამ სუნიტურ ორგანიზაციასთან რა არის საფუძველზე თანამშრომლობდნენ თან ესეთ მაღალ დონეზე. ვიზიტები იყო განუწყვეტელი 10 წლეულების განმავლობაში ჰამასის ლიდერებისა თეირანში. თქვენ რითხსნით ამას? ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამას და ამას არც მალავდა ირანის ხელისუფლება. ირანის შიიტური რეჟიმი ერთგვარად ამოვარდნილი იყო საერთო ისლამური სურათიდან. შიიტები არიან ესენი. შიიტები არიან ძალიან დიდ უმცირესობაში ისლამურ სამყაროში. 10-დან მაქსიმუმ 15%-მდე არიან ისინი. ახლა ვიღაცა შეიძლება შემომედაოს, რომ არა 17%-ია, ოკეი, 17%. 20, კაი. ხო, მაგრამ ძალიან დიდ უმცირესობაში არიან. ეს არ მოწონთ მოლებს, შიიტებს და აიათოლებს მით უმეტეს. მათ უნდათ ისლამური სამყაროს ლიდერობა. ხოლო ისლამური სამყაროს ლიდერობა როგორ უნდა იტვირთოს შიიტმა კაცმა? უნდა ამოირჩიონ რაღაცა თემა და ამ თემას ორთქმავალივით უნდა გაუძღდნენ წინ და სხვა ვერაფერი რო ვერ მოიფიქრეს. სიკვდილი ისრაელს? სიკვდილი ისრაელს რატომ? პალესტინური საკითხი. პალესტინის საკითხი დაიხუიეს ხელთ და დაიწყეს დაფინანსება იმ ორი დიდი ორგანიზაციის, რომელსაც ბოლო 10 წლეულები მიყავდა ეს პალესტინური ისლამური საკითხები ძალიან ესეთი ცუდი გზებით, ცუდი იგულისხმება ტერორისტული გზებით, ჰამასი და ისლამური ჯიჰადი. დაფინანსება ძირითადად ირანიდან ხორციელდებოდა და ასევე კატარიდან. კატარი მუსლიმი ძმების ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი შემფარებელი იყო და არის. ანუ სუნიტებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას. თქმა უნდა სუნიტებიც იღებდნენ, მაგრამ ერთი შეხედვით საკვირველი იყო რომ შიიტები აფინანსებდნენ სუნიტურ ორგანიზაციას. იმიტომ გავსახაზდი. ამით ირანმა გარკვეულწილად რაღაცა იმიჯი გაიუმჯობესა სუნიტურ სამყაროში, იმიტომ რომ ახლა უნდა ვიცოდეთ რომ სუნიტების და შიიტების დაპირისპირება გარდა იმისა რომ არის ისტორიული გადაულახავი არის ძალიან მძიმე საკითხებში აქვს ურთიერთშეუთანხმებლობა ახლა ისეთ საკითხებში და ისეთ დოზით არის ეს დაპირისპირება რომ სტუდიაში არც ითქმის ისეთი ეპითეტებით ამკობენ ერთმანეთს და ამტკიცებენ რომ ეს არის სინამდვილე და ერთმანეთს უწოდებენ საოცარ რაღაცას. იმაზე უარეს ვიდრე ჩვენ სოციალურ იმაზე უარეს კიდევ წარმოუდგენელს. ხო, მე აქ ემატება კიდევ ერთი საკითხი, აქ არა მხოლოდ ღაზას სექტორზეა საუბარი და ეს დასავლეთ სანაპიროზე მდინარე იორდანის. აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა ქალაქი იერუსალიმი. იერუსალიმი უკვე საერთო პრობლემაა და ირანმა იტვირთა, რადგან იტვირთა პალესტინური წინააღმდეგობის დამფინანსებლის ფუნქცია. ხო. მათ ავტომატურად იტვირთეს იერუსალიმის განმათავისუფლების ფუნქციაც. ახლა უნდა ვიცოდეთ რა არის ისლამური სამყაროსთვის იერუსალიმი. რატომ იკლავენ თავს მაინც და მაინც იერუსალიმისთვის? იერუსალიმში არსებობს მეჩეთი სახელად ალ-აქსა, რომელიც მათი გაგებით სიწმინდით და მნიშვნელობით არის ნომერი 2 მექას მასჯიდ ალ-ჰარამის შემდეგ. რატომ არის ეს ალ-აქსა ესეთი დიდი მნიშვნელობის მქონე ძეგლი? სხვა შორის ეს ალ-აქსა არ არის ის შენობა, რომელიც ბევრს გონია და ოქროსფერი გუმბათი აქვს. ალ-აქსას ოქროსფერი გუმბათი არ აქვს, ის გვერდზეა, იქვეა, ახლოს არის ერთი ლოკაცია. ერთი თუ სხვა შორის ისიც მინდა უთხრა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ აი ცნობილი სიტყვა ყიბლა, რომელიც ყველა მუსლიმისთვის ნიშნავს ლოცვის მიმართულებას, ეს არის ქალაქი მექა და ქააბა. ყველა მუსლიმი დღეს გუშინაც და გუშინწინაც რომ იწყებდა ლოცვას, თავს მიმართავდა ქააბასკენ, მექასკენ. ეს ყოველთვის ასე არ იყო. პირველად ჯერ მუჰამედის დადგენილი იყო ეს, რომ ყიბლას მიმართულება არის იერუსალიმი. ამ თემას, იერუსალიმის თემას კიდევ უფრო ამძაფრებს მუსლიმებისთვის ის მოცემულობა, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველს მიეწერება ზღაპრული მოგზაურობა მექადან იერუსალიმში. ასე ამბობენ მუსლიმები ყოველ შემთხვევაში. ეს სადღესასწაულო დღეა, ისრას დღესასწაულს აღნიშნავენ. მუჰამედის წინასწარმეტყველ მუჰამედის გადაადგილება ზღაპრული მითიური ცხოველის ზურგზე ამხედრებულის მასჯიდ ალ-ჰარამიდან მასჯიდ ალ-აქსამდე.
და ყველა მათი განმარტებით, მათი კომენტატორების, ყურანის კომენტატორების განმარტებით, მასჯიდ ალ-აქსა ეს სხვა არაფერია თუ არა, დღევანდელი მეჩეთი, რომელიც იერუსალიმშია. ახლა მინდა მოგახსენოთ, რომ მუჰამედის სიცოცხლეში არანაირი მეჩეთი იერუსალიმში არ არსებობდა. საერთოდ არ არსებობდა და ეს მეჩეთი, რომელსაც მასჯიდ ალ-აქსას სახელით ვიცნობთ და ვიცით ჩვენ, მუჰამედის გარდაცვალებიდან ბევრი 10 წლეულის მერე აშენდა. მაგრამ ეს ტრადიცია არსებობს ისლამში და ისლამში ითვლება, რომ იერუსალიმი არის მათი ქალაქი. ეს არის მათი ქალაქი და მუსლიმები უნდა აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მასჯიდ ალ-აქსას, არამედ მთლიანად იერუსალიმს. ამიტომ იყო, რომ გაეროს რეზოლუციის თანახმად და შემდეგი მოლაპარაკებების და 1000 რაუნდის შემდეგ ქალაქი იერუსალიმი გაიყო ორ ნაწილად, ერთი არაბული ნაწილი, მეორე ებრაული, რაც იყო ძალიან დიდი აბსურდი, როგორ შეიძლება ქალაქის გაყოფა. ეხლა ბერლინი გაყვეს ერთხელ და რა მოხდა ამის შემდეგ? წარმოუდგენელი ამბავი. ებრაელები არ დაუშვებენ იმას არასოდეს, რომ ქალაქის იერუსალიმის ნახევარი ეკუთვნოდეთ სხვებს. არაბებს, ქართველებს, ბერძნებს, ასირიელებს და ასე შემდეგ. არავის. ისინი თვლიან, რომ ეს არის ებრაული ქალაქი. მაგრამ ამ ქალაქში არსებობს სხვადასხვა ძეგლი, ისლამური, ქრისტიანული და ისინი აღიარებენ ამას. მაგრამ ის რომ თავისი ქალაქი დაუთმონ თანაც ნახევარი ვინმე სხვას, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ასევე თვლიან მუსლიმებიც, არაბებიც. იერუსალიმი არის მათი ქალაქი. აი საიდან მოდის დაინტერესება ირანის ქალაქი იერუსალიმით და პალესტინის ტერიტორიით. მაგრამ გაუთვლელი ნაბიჯების შედეგად ჰამასი განადგურების პირას არის, არ განადგურებულა, ასევე განადგურების პირას არის ისლამური ჯიჰადის ორგანიზაცია, აი თქვენ რომ ბრძანეთ სიები. ეს სიები რა თქმა უნდა არსებობს ისრაელში. რომ არ არსებობდეს, ეს იქნებოდა ძალიან დიდი სიბეცე ისრაელის ხელისუფლების მხრიდან და ძალიან არასწორი იქნება. ირანის თქვათ აი ეს ლარიჯანი მომხდარზე მე ამოძგული ეს ვრცელისია, მე არ მინახავს. საიდან მე არ მინახავს, მაგრამ გავცემა ინფორმაცია, რომ ამერიკის ელჩი ისრაელში აჩვენესო. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ესეთი სია. მათ შორის ირანელების. იმიტომ რომ ლარიჯანის მოკვლის მერე პრობლემა არ აქვს, მათ აირჩევენ ახალ დანიშნავენ ახალ უშროების საბჭოს ხელმძღვანელს. არც ლარიჯანის თანამდებობის პირის კი არა, რაჰბარის დანიშნვა არ გაჭიროებიათ და აგერ დანიშნეს. ამას განადგურებენ, კიდევ ახალს აირჩევენ. ასე რომ ისრაელში იციან, რომ ეს სია უნდა იყოს ვრცელი. ირანის ხელისუფლება შეგუებულია ამას და მიყვებიან აი ამ დინებას. სანამ არ მიიღებენ გამოუსწორებელ შედეგებს. ირანს გულისხმობ მე. უკან დახევა აღარ იქნება, ახლა ეს იქნება კატასტროფული ნაბიჯი, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯისთვის, არამედ ზოგადად რეგიონისთვის უცებ რომ გამოაცხადოს პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ ჩვენ მივახციეთ ჩვენ მიზანს, აი ერთი აიათოლა მოვკალით, თქვათ მეორე მოვკალით იქ კიდე რაღაც სარაკეტო პროგრამა გავანადგურეთ, ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ და დაამთავრდა ეს პრობლემა მოიხსნა და წავედით ახლა სახლში. აი მერე უნდა ვნახოთ მერე რა მოხდება. ტალღები, ექსტრემიზმის, ტერორიზმის და ყველაფრის. დაწყებულ საქმეს ჭირდება ბოლომდე მიყვანა. ეს ჩემი მოსაზრება არ არის და ჩემი არ წაქეზება არავის ის თუ დაიწყე რაღაც უნდა მიიყვანო ბოლომდე, ხო? რაღაც პროგრამა უნდა არსებობ. მე იმედი მაქვს რომ არსებობს ასე. და ჩვენ არ ვიცით რატომ დაიწყო ამერიკის შეერთებული. არა, როგორ არის ამერიკის შეერთებული შტატებმა დაიწყო და აგზელებს. მაგრამ რაც არ ითქვა და რისთვის დაიწყო, ეს ჩვენ არ ვიცით. აქ არის ერთადერთი მიზეზი, ეს არ არის ბირთვული პროგრამის განადგურება. ბირთვული პროგრამა შეიძლება განადგურდეს დღეს და ხვალ შეიქმნას ახალი. ეს არის ირანის კურსის შეცვლა. მოლების და აიათოლების ჩამოშორება ხელისუფლების. ხო, ახლა რაც ტრამპმა თქვა გამომდინარე იქიდან, რომ აი ჩვენც ახლა ირანისკენ გელი იყოს, მართლა მე არა ვარ მაგარი ლოგიკურად მე დამოკიდებულებაზე ვამბობ, ხო? თუ ერთ დღეს ითქვა, რომ ჩვენთან ერთად უნდა აირჩიოთ, თქვა თქვენი სასულიერო ლიდერი, რატომ არ შეიძლება მეორე დღეს ითქვას, რომ თქვენი პატრიარქი უნდა აირჩიოთ ჩვენთან შეთანხმებით. მე ამ თვალსაზრისით მე ამ კითხვებს ვცვამ ამ ლოგიკიდან გამომდინარე. გალტონინა ეს ნათქვამი რა თქმა უნდა ესეთი არ იყო. ოდიოზური, ეს არც ნახევრად სერიოზულად იყო ნათქვამი და მას რა თქმა უნდა არ უგულისხმია ის რომ რაღაც საბჭოზე
არა, ნუ ეს მომწონს, ეს არ მომწონს, ეს არის გასაგებია ის იყოს, ეს არის. საერთოდ არც ერთი არ იქნება მოსაწონი. ჩვენი ოპოზიცია რო ამბობს, რომ ეხა არ შეიძლება, რატო ემთხვევა ქართული ეკლესიის აღდგომა, რუსული ეკლესიის აღდგომას. ხა ამაზე დიდი აბსურდი რა შეიძლება იყოს. მაგრამ მაგ დროს წარმოდგენა არ აქვს არაფერზე დედამიწაზე. შობაზეც არის ხოლმე. შობაზეც არის კი ბატონო. მაგრამ შობაზე ბეთლემში რატო აღინიშნება? მხოლოდ ჯერჯერობით ბეთლემზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, კი ბატონო. და გარდა ამისა, ხა ჩვენ რო ანტიოქიის ეკლესია, ჩვენი დედა ეკლესია და არაფერ კავშირში არ არის რუსული ეკლესია. არა, ეს გაუნათლებლობაზე მეტყოლებს, ვინც იმას ამბობს, წარმოდგენა არ აქვს არაფერზე. მაგრამ აი ტრამპი როდესაც ამას ამბობს, ესეც ამაზე მეტყოლებს, რომ წარმოდგენა არ აქვს არაფერზე. აქ იყო ნათქვა, არა, როგორ არ აქვს წარმოდგენა. ჩვენ სულ ამბობ ხოლმე, რომ ჩვენ თუ ვიცით იმათ არ იციან, იციან რა თქმა უნდა. აქ უბრალოდ ნათქვამი იყო ის, რომ მას უნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მისთვის იქნება მისაღები. არც ერთი აიათოლას მართლობა ირანში მისთვის მისაღები არ იქნება და ეს გასაგებია. მისთვის მისაღები იქნება ის მართლობა, რომელიც აღარ მოინდომებს თქვა ისრაელის განადგურებას. აღარ დაუპირისპირდება იქ რაღაც დიდი სახელმწიფოების, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და ასე შემდეგ. და მე მოიხსნება ყველანაირი სანქცია და ასე შემდეგ. ეს არის მისი მიზანი. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ეს. აბა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, ჩემთვის სამწუხაროდ და ალბათ სვენელისა და მაყურებლისთვისაც სამწუხაროდ იმედია ერთმანეთს ბოლომდე არ გაანადგურებენ, მაინც რაღაც შეთანხმებამდე მივლენ ან სამხაროს კანონზომიერება ახასიათებს და ყველაფერი მართლაც ღვთისდაშვება და შესაბამისად ეს ომების ღვთისდაშვება და ეს ომების ერთგვარი განსაწმენდელია სხვათა შორის ქრისტიანული სწავლებით, ასე რომ იმედი მაქვს რომ სწორედ განსაწმენდელად გამოდგება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს. მე თქვენ გემშვიდობებით და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14:10 ნახვამდის.